მოგესალმებით ჩვენ ვართ სამი მეგობარი გიორგი, ბექა და მარიამი. და დღეს ჩვენ შევეცდებით რომ ამ ვიდეოში ჩვენი სამი ფობია დავძლიოთ თქვენთან ერთად. წავედით. ვაკაც ძაღლები არის უსა. იქამდე ჩვენს შიშებს და ფობიებს პირისპირ შევხვდებით, მანამდე მოვედით ქალბატონ თაკოდორელთან, ფსიქოლოგთან, რომელიც ზოგადად აგვიხსნის ფობიის და შიშის განმასხვავებელ ფაქტორებს და გვასწავლის როგორ უნდა დავძლიოთ ფობიები. პირველ რიგში მაინტერესებს ფობიასთან დაკავშირებით ზოგადად ფობია და შიში არის თუ არა ერთი და იგივე რა? შიში არის ბიოლოგიური თანდაყოლილი ემოცია, რომელიც გვიცავს საფრთხისგან. მაგალითად, თუ დავინახეთ ცეცხლი, რაღაც მოვერიდებით. თუ დავინახეთ მანქანის მართვისას რაღაც საფრთხეს, უცბად სწრაფ მანევრირებას გავაკეთებთ. ასეთ შემთხვევაში შიში პოზიტიური ემოციად შეიძლება იყოს. მაშინ, როცა ფობია, ეს არის უკვე გადაჭარბებული ემოცია, გარკვეული არარეალური ობიექტის, ქცევის ან მოვლენის მიმართ. მაგალითად, გველების შიში ავიღოთ, ხო, რომელიც ძალიან გაწუხებთ. ეს არის სპეციფიკური შიში, რომელიც ევოლუციურად შეიძლება მომდინარეობდეს. ანუ ჩვენს ტვინს აქვს ის ფუნქცია, რომ საფრთხისგან დაგვიცვას. როდესაც ხედავს რაღაც საფრთხის შემცველ ობიექტს, გვიბიძგებს, რომ მისგან განვრიდდეთ, ანუ განვერიდოთ. მაგრამ გველები ნახე, შიში ამ შემთხვევაში იქნებოდა მაშინ, როდესაც უშუალოდ პირისპირ აღმოჩნდებოდი, მაგრამ შენ ახსენე, რომ წარმოსახვაში და სიზმარში ვხედავ, ანუ გამოდის, რომ ეს არის არარეალური საფრთხის მიმართ დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე ეს უკვე ფობიაა. ამდენად არის სწორი გზა ბრძოლისთვის, რომ ჩვენ შიშებს პირისპირ შევხვდეთ. პირისპირ შეხვედრა ესე ერთბაშად, ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს. იმიტომ რომ მზაობაა საჭირო თქვენი მხრიდან. ამიტომ ფსიქოლოგიურად ფსიქოთერაპევტები მუშაობენ ამ საკითხზე და ერთ-ერთი მეთოდი არის ექსპოზიციის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ნელ-ნელა თანდათანობით შეჩვევა. ხშირ შემთხვევაში გარკვეული ფობია სწორედ რომ დასწავლილია მშობლის მხრიდან. თუ მშობელი მუდმივად წუწუნებს, ფორიაქობს და წუხს რაღაც ფობიასთან დაკავშირებით, მაგალითად ვთქვათ, ეშინია კალიების სიტყვაზე. და ბავშვი ამას მუდმივად უყურებს. ეს შეიძლება დასწავლილი რეაქცია აღმოჩნდეს ბავშვისთვის და ამას სოციალური დასწავლის თეორია კარგად გვასწავლის ფსიქოლოგიაში და ეს ბავშვიც შემდგომში მუდმივად მსგავსი ტიპის ქცევებს ახორციელებდეს. და აი მეგობრებო, დადგა დრო, ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი გავწირო ყველაზე ცუდი რაღაცისთვის, მან დაძლიოს ან ვერ დაძლიოს მისი ფობია და უნდა ეკონტაქტოს გველს და შენ მითხარი ახლა რას გძნობ და რა ემოციები გაქვს წინასწარ? იცი რა არის? ძალიან მეშინია, მართლა გულწრფელად ძალიან მეშინია. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია. რეალურად კი ერთი კვირა მართლობებდი საკუთარ თავს, რომ გავათვალისწინებია, რომ ის რომ ანუ დაძლევადია. ის საერთოდ არ მქონდა გათვალისწინებული, რომ აქ სხვა არსებებიც იყვნენ და მე ამ სხვა არსებებსაც მეშინია. აი ის რა არის საერთოდ ვერ ვიცანე. და პლუს ამას ხალხმა იმაში რომ მე გველს ხედავ, მოკვირა 18 ლარი გადამახტევინას. ეს არ დაივიწყოთ ხო? ვერ ხედავ. ვაიმე, არა, შანსი არ არის დედას ბრძავა, ანუ აი ვერა პროსტა. ვერა, ვაიმე. ეს ერთი გველი ყავთ ხოლოდ? მართლა არ იყვინებიან არც ერთი. რა უნდა ვიცოდე თავიდან, აი რო ვიცოდე. რა უნდა ვიცოდე? ხო. და რო მაგ შემთხვევაში რას იგრძნობს? გაბრაზდება ანუ? აი მე არ გამოსრიალდეს. ვაიმე.
ვაიმე, შანსი არ არის, პროსტა შანსი არ არის. აი არ შემიძლია. აქ ჩემი არ შემიძლია. ვაიმე. ვაიმე, არა საშინელება. ვერ ვიზა ჩასვით. მეორე გველთან მაქვს ცდელობა. ანუ აი ეს საერთოდ, ეს გიგანტი საერთოდ, ეს საერთოდ, ვაიმე, გაიწიე ერთი წამი იქეთ, გაიწიე ეს რამხელა. ღმერთო, ეს ძალიან დიდია. ვაიმე, ენას რას უშვება. ამას ხელსაც ვერ მოვკიდებ. აი ხელს რო გადამადოთ. ოღონდ თავი რო დაიჭირეთ თქვენ გეხუწებით. ვაიმე. აი ეს რო გადა. თავი რო ვაკონტროლო რა ვედა. ჩემი აზრით ნორმალურად გაარტო თავი, მაგრამ თვითონ გითხრას ეხარა. კეთო. ჩაბედიერი ვარ იმ კუთხით რომ მართლა მთელი ბავშვობა ყველაზე მეტად ის მეშინა და ის ანუ ცოტა ნერვიულდა, მაგრამ რაც მთავარია მგონი კი არა და ჩემი აზრით დაძლია ფობია. გიორგის ფობიის დაძლევის ჯერიც, რომელსაც ძალიან დიდხანს ვეღოდი და ეხლა ვეცდები გავიგო გიორგისგან რა ემოციები აქვს და როგორ გძრობს თავს იქამდე სანამ მის ყველაზე დიდ შიშს შეხვდება. ცოტათი დაძაბული ვარ. მათ არა არის აწყობილი კი არა გადაწყობილი და იმედი არის რომ შვიდობით დავბრუნდა. ვითარე შენა ზაშალო წოდე გადავალ. ცოტა გული ამჩქარცა უკვე. მოგონი აღარ მინდა ხალხო. Νίκαστα βότη σου. Seriously. Natala παιδιά. Τα κεντζερέστα εμείς στο καταουτσπέτα είναι τα. Πατρούλια გვედევნა. ჯერჯერობით სწრაფად ვეღარ მივდივართ. დავიძარით მეგობრებო, მშვიდობით გამოვახციეთ. აიმე! არა! ჩემი სა! აიმე! ჩათვალეთ რომ ტროპი ვაქცევ გადავალ ფეხები ვაფშე გაგუჟებული აღარ მინდა ხალხო აღარ მინდა მეგონი გამეპა ანუ პატრონმა გაგაჩერათ პატრონმა გაგვაჩერა და მაგ დროს ვიგზერი შვება მეთქი აი იმენად ზამები ხართ რა ანუ საბოლოოდ დაიწია შენი ფობია ამ თვის თქვა გინდა ვერ ვიტყვი რომ ფობია საბოლოოდ დაიწია არ მგონია რაღაც ანუ ისე ვიტყობოდა რომ თითქოს ანუ ყურე რაღაცა ძალიან ისეთი განცდა და შიში მაინც დამრჩება რო გითხრა ფობია ანუ ფობიასაც აღარ და შეიძლება ფობია აღარ დავარქვა მაგრამ რაღაცა მომენტში ძალიან უსიამოვნო არის რა მადლობა ნიკას რომ გადაარჩინა გიორგი ფობიის დაძლევაში დაეხმარა და მე მგონი ისე ვიმაზრზე ვრჩებით ჩვენ რომ შიშებთან პირდაპირ შეხვედრა მთლად სახალბელო არ არის
ნახოთ ვინ იქნება შემდეგი დროებით. აი და ბექას ფობიის დაძლევასაც ვიწყებთ. თუ დავძლევ როგორ მოლოდინი გაქვს? ისე აი უკან რო ვიყურები, ცოტა მოლოდინებზე აღარ მეფიქრება, მარტო იმას მეფიქრება, რომ შვიდად შევიდე და შვიდად გამოვიდე, მაგრამ აი რამდენად შვიდად თან წვიმას იწყებს და მისტეური გარემოა. ნახოთ რას ვიზავთ რა? და ზემოთ მგონი ტურების ხვეცაა. იმედი მაქვს, რომ ამას უკვე ბოდავს. თან ავჩარ კამერა და აუ არა, მოდი, ძალიან დიდია. ძალიან დიდია მასაკეთია. მართლა ძალიან დიდია, ჩაჯექი. აი მე წავედით. აი ხა მართლა ურანტყეში მოვიყვანეს. ლოკაცია შევიცვალეთ. და მგონი ისე ჯობია რომ ძაღლებთან საშინელ ადგილას ხარ. აი არასწორებს რა. მოიცა ერთი წუთი. ნახოთ მარტო რას იზავ. ამ შუქით უნდა წავიდე? მოკლედ შემოვედი, მაგრამ რაღაცები მესმის თუ მე მესმის, ახლა ძალით ვერ ვიგებ რა. ვეღარ ვძლებ და ცოტა ეს მარჯვენა ხელი მიკანკალებს. ტელეფონი არ იჭერს, როგორც გითხარით. წვიმას შენი აქეთ არის წყლის ხმა და ამ წყალთან ჩავდივარ თუ შენი რაღაც ჩამოვარდა ხო? თქო მართლა აღარ მეცინება უკვე. ანუ ამერია გზა, იმიტომ რომ ორად იყოფა და აქ წყალთან ჩადის უეჭ. ეს ხა რა იყო? ნუ ჩიტი ჭიკჭიკებს. აუ აქაც იყოფა გზა ხახნო რა გავაკეთო? და აქეთ ვაფშე წყალია. რო დაუძახო? გეთო? არ ესმის. უბრალოდ მინდა რომ განახოთ გზა. არ ვიცი რამდენად გამოჩნდება, უბრალოდ თუ ჩანს გზა, არ ვიცი ხედავთ. აქ რაღაცები ყრია, აქეთ ტყეა. აქეთაც ტყეა და შევეცადოთ რომ ვიპოვოთ ახლა ესენი. მაგრამ ერთი წუთი აქეთ გზაზე არ ანუ აქეთ გზაზე არ წამოვსულ არაშკარად. მაგრამ მოვბრუნდი, აშკარად მოვბრუნდი და წამოვედი ისე და მარიამ გესმის? ალო. გესმის ჩემი ხმა? იმას დააცვლის რა ხდება? ანუ ფიზიკურად ვერ ხვდები საერთოდ წამოვიდე და მოიცა მე წაყერას მოგიზარდეთ ეხა ნახე. მოკლედ რა მეწედია ეჩი კომპუტული. და დაინიშნე რომ დღეს გაქახავ, ანუ просто დადეკიდე რამდენად გახახავ რა. რო დაინიშნე. ხო დგავა რა კაცო. არ არსებობს ეხლა სადაც არ ვერ ვიზავ მარიამ რა სისულელს მეუნდები ეხლა ჯამაჯობე გავთიშო კამერა და წამოვიდე რა არ მეშინია მარიამ მეღადავები ანუ გამოსასვლელს ვერ ხვდები საით უნდა გამოვიდე ანუ რა ჩელენჯზე მელაპარაკები და რა ვიდეოზე გავიგე რო იჭერს ტელეფონი მაგრამ 10 თუ 15 წუთი აქ როგორ ვიდგე მარიამ იქ მომაკითხოთ და გამიყვანოთ იმიტომ რომ ფიზიკურად აუ ერთი წუთი ძაღლია მარიამ მოდით ახლა რა მართლა ძაღლია ხახნო გამორიცხული უნდა გავთიშო არა ხოხცა ძალიან მართლა აუ ეცო წაგიყვანოთ თუ არ ჩემი ან მომისმინე აი მართლა გულით ვამბობ აღარ ვიძები მაგას ხახნო არ არის სასოციო რა
მოგვიყევი ახლა აბა როგორ განცდები. აი ვაფშე არ აქვს ყოველას არ ვაფიქრე. წყალი მოვ მართლა მინდა წყალი. ყელიმა გამშრალი რა. წყალს ან მოგცემ. ნახე ხალხო სრული სერიოზულობით ვიზახე. ეს არის აი მართლა საშინელება, რომ აუცილებლად უნდა დაუჯეროთ პროფესიონალ ადამიანებს, ამ შემთხვევაში ქალბატონ თაკოს და არავინ ესე ერთხელ და ესე არ უნდა გარისკოს და არ უნდა შეეჯახოს თავის პროფესიას.